ისნის გამგებელმა თორნიკე ხუციშვილმა 5-შვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა. ბარძალაშვილების ოჯახში ამბობენ, რომ სოციალურად დაუცველი სტატუსი იმის გამო შეუჩერეს, რომ წარჩინებული სწავლისთვის ერთ-ერთ ბავშვს პრეზიდენტმა საჩუქრად ლეპტოპი გადასცა. ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობს. ისნის გამგებელი სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრას და პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ძალიან გაუსაძლის პირობებში ვართ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ. ბავშვები სამკურნალო მყავს, თვალის მიხედვით დაქვეითებული აქვთ მხედველობა ბიჭსაც და გოგონასაც. მეუღლე საერთოდ ძალიან ცუდად ხედავს და შესაბამისად ვერ მუშაობს. ისეთ მდგომარეობაში მყოფს, მე არ ვიცი, როგორ უნდა გქონდეს 61 ქულა, მე არ ვიცი. აი ამ ოთახში ვცხოვრობ 5 სული. სხვის სახლში. ფაქტია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალური მომსახურების სააგენტო, სოცაგენტებია თუ ზოგადად პოლიტიკარი საკმაოდ უპასუხისმგებლო ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ რომ მოდიან, ნახულობენ, ხედავენ რეალურ მდგომარეობას, უმწვავესი მდგომარეობა. აი ამ პატარა ოთახში ცხოვრობს 5 ოჯახი, 5 ადამიანი. იმის გამო, რომ პრეზიდენტის მიერ საჩუქრად გადაცემული ლეპტოპი აღმოაჩინეს ოჯახში, მაგის გამო მოუხსნეს სოციალური დახმარება, დავაყენებთ შუამდგომლობას კიდევ ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროს წინაშე, რომ ინდივიდუალურად მოხდეს განხილვა ამ საკითხის